საღამოშიდობისა უყურებთ ღამის კურიერს, მე თამარ ურუშაძე ვარ. ზუსტად 37 წელი 1989 წლის 9 აპრილიდან იმ ტრაგიკული, თუმცა გარდამტეხი თარიღიდან, რომელმაც ქვეყნის ისტორია შეცვალა. ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად გლოვის და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. დღე, როდესაც ქართულმა ხალხმა არჩევანი საბოლოოდ დააფიქსირა და დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი შეუქცევადი გახადა. დღეს სტუდიაში გავიხსენებთ იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, როდესაც ქართული საზოგადოება საბჭოთა რეჟიმს ღიად დაუპირისპირდა და იმ საბედისწერო ღამეს, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ღამის კურიერის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც როგორც 9 აპრილის მიტინგის ორგანიზატორი თავად იყო მოვლენების ეპიცენტრში. გადაცემას კი გავხსნით საუბრით იმაზე, თუ როგორ მუშაობს ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა დამოუკიდებლობისთვისაც ქვეყანა 37 წლის წინ იბრძოდა. ღამის კურიერის პირველი სტუმარი იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გზავნილით მიემგზავრება მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სიტყვით გამოვა გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაზე და შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან. იუსტიციის მინისტრთან ასევე ვისაუბრებთ პენიტენციურ სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშია ასახული. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პაატა სალია უკვე ჩვენთან ერთად არის სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონო პაატა, მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის და გადაცემაში მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და ემოციურია რუსთავიორში სტუმრობა. მადლობა თქვენ. მოდით დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ სახალხო დამცველის ანგარიშით, 2025 წლის ანგარიშით, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარია გამოწვევებზე პენიტენციურ სისტემაში. აქ არის რამდენიმე აქცენტი და მე ყველა მათგანზე მინდა, ნაწილზე მინდა რომ შევეჩერო ჩვენი ყურადღება და მივყვეთ თანმიმდევრობით. ანგარიში საუბარია იმაზე, რომ კვების პრობლემა რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში და აქ არის საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე, დარღვევებზე, მათ შორის ზოგჯერ უვარგისი პროდუქტების გამოყენების ფაქტებზე, რომ გითხრათ დღეს რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით. კი ბატონო. პენიტენციური სისტემა ზოგადად იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომპლექსური და გამოწვევებით დატვირთული მიმართულებაა. ჩვენ ამ ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ იმისათვის, რომ პენიტენციური სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს და შევქმნათ ის პირობები, რასაც ქვია რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. კონკრეტულად ეს არ იყოს მხოლოდ სასჯელის მოხდის ადგილი, არამედ ეს იყოს ადგილი, სადაც მსჯავრდებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა შეძლონ უკვე საზოგადოებაში დაბრუნება და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. რაც შეეხება უშუალოდ თქვენ შეკითხვას კვებასთან დაკავშირებით, დიახ, ქონდა გარკვეული პრობლემები კვებასთან დაკავშირებით. მას მერე, რაც მე ჩავიბარე იუსტიციის მინისტრის პოსტი, პირველი გამოწვევა, რაც შემხვდა, იყო სწორედ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები პენიტენციურ დაწესებულებებში. კონკრეტული კომპანია, რომელიც გამოვლინდა 3 წლის წინ, გამარჯვებულა ტენდერში. გარკვეული პერიოდის შემდგომ მან დაიწყო სისტემატურად არსებული ხელშეკრულების დარღვევა. პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენ შეხვდა, იყო დაახლოებით 1 წლის წინ, წინა სააღდგომოდ, როდესაც უეცრად კომპანიამ განაცხადა, რომ ის აპირებდა ხელშეკრულების სამხრივად შეწყვეტას და წარმოიდგინეთ, ჩვენ აღმოჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც დაახლოებით 10,000 პატიმარი აღმოჩნდებოდა კვების მომსახურების გარეშე. ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვემართა ეს კრიზისული ვითარება და უზრუნველყავით პატიმრები სამჯერადი კვებით, ანუ ეს კვების მომსახურების ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, თუმცა რა თქმა უნდა, იმ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელთა გამოვლენა სისტემატურად ხდებოდა, ამ კომპანიას დაეკისრა არაერთი პირგასამტეხლო და ჩვენ მალევე უკვე 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ
ბაზარზე მოგვეკვლია და მოგვეძიებინა ესეთ კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კვალიფიციურად და მაღალი ხარისხით ამ მომსახურების გაწევას. ჩვენ რამოდენიმე კომპანიასთან ჰქონდა გასაუბრება, მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ დაეთვალიერებინათ 14-ვე პენტენციური დაწესებულება, შეესწავლათ არსებული ვითარება და ამის შემდგომ უკვე ჩვენ მიგვეღო გადაწყვეტილება თუ რა მიმართულებით წავსულიყავით. მოგეხსენებათ, რომ 2026 წლის 11 მარტს ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ხელშეკრულება კომპანიასთან და დროებით გადაუდებელი ხელშეკრულება დავდეთ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებდა პირობებს და უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ჩვენ ორ ნაწილად გავყავით, ასე ვთქვათ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებული პენტენციურ დაწესებულებების შესერვისი იქნება განხორციელებული ცალ-ცალკე, იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს, ეს შექმნით უფრო კონკურენტულ გარემოს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა თუ წარმოიქმნება რაიმე სახის კრიზისული ვითარება, ვთქვათ, უფრო მარტივად მართვოთ ასეთი სიტუაციები და შესაბამისად ეს კომპანიების გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, ვინც ვიცით რომ აპირებენ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობას, ტენდერი ყველასთვის ღია, რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია როგორც დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოში მიიღოს მონაწილეობა და სულ მალე გვეცოდინება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სახელები და იმედი გვაქვს რომ უკვე მსგავსი ტიპის დარღვევები აღარ იქნება. კონტროლში ხომ არ იცვლება რამე კონტროლის მექანიზმებში იცვლება. გამკაცრებული არის კონტროლი, ასევე მინდა გითხრათ, რომ წინა კომპანიასთანაც როცა იყო საუბარი დარღვევებზე, შემიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო ყოველთვის, ასე ვთქვათ, სისტემური დარღვევები, აქ იყო გარკვეულ დაწესებულებებში გარკვეული დანაკლისები, იყო ხანდახან უხარისხო პროდუქციის შემოტანის მცდელობები და ყოველთვის ხდებოდა ასეთი დარღვევების აღრიცხვა, ხშირ შემთხვევაში პრევენცია და მათზე დაუყოვნებლივ რეაგირება, ასე რომ იმის თქმა, რომ პენტენციური დაწესებულება ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებდა, არ შეიძლება და სწორედ ამ წარსული შეცდომების გათვალისწინებით, იმ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რაც გამოვლინდა წინა კომპანიასთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად შევცვალეთ მოთხოვნები ახალი ხელშეკრულების სატენდერო პირობების ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვნად გამოსწორდება. აქვე მინდა გითხოთ, რამდენად საკმარისი არის ის ბიუჯეტი, რაც არის გამოყოფილი ერთ პატიმარზე გვამისთვის? აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს, ფაქტიურად ორჯერ გაიზარდა ერთ პატიმარზე განკუთვნილი თანხა და შესაბამისად ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ ხარისხიც უკეთესი იქნება. ასევე გარკვეული მექანიზმები გვაქვს შემუშავებული იმისათვის, რომ არ მოხდეს, ვთქვათ, პროდუქციის გახარჯვა უმიზნო და ხშირ შემთხვევაში იყო, როდესაც იყრებოდა უბრალოდ პროდუქცია, იმის გამო, რომ პატიმრებს არ სურდათ პატიმიღება, ან ზოგ პატიმარს, ვთქვათ, განსხვავებული მენიუ სურდა, ან თვითონ იძენდა პენტენციური დაწესებულების მაღაზიაში პროდუქტებს და აქედან გამომდინარე ამ მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი, რომ უფრო ეფექტური იყოს თავად ამ მომსახურების მართვაც. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც აქცენტი არის გაკეთებული ომბუდსმენის დასკვნაში, ეს არის არასათანადო ჰიგიენური პირობები პენტენციურ დაწესებულებაში, რომ გითხრათ, რა სტანდარტებს აკმაყოფილებს დღეს არსებული ინფრასტრუქტურა? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და სწორად შენიშნეთ, ბევრი რამე არის ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ ჩვენ გვაქვს ძველი ტიპის დაწესებულებები, შესაბამისად ამ დაწესებულებებში უფრო რთული არის ჰიგიენური პირობების დაცვა, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ სტანდარტი ყველგან გვაქვს ერთნაირი. ჩვენ წელიწადში მინიმუმ ორჯერ ვიწვევთ კომპანიას, დაქირავებულ ყავს კომპანია, რომელიც წელიწადში ორჯერ მინიმუმ ახორციელებს სანიტარულ მომსახურებას, ხდება სრული დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და ანუ კომპლექსური ღონისძიებები ტარდება და როცა არის ადგილობრივად საჭიროებები, დამატებით ისინი გვიწევენ ამ მომსახურებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები არ არის ომბუდსმენის ანგარიშიც მხოლოდ რამოდენიმე დაწესებულებას ეხებოდა და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება მოგეხსენებათ, რომ თავად საკნებში სისუფთავის დაცვა არის უშუალოდ პატიმრების ვალდებულება და აქედან გამომდინარე ამ მიმართულებითაც გარკვეული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, რომ ავამაღლოთ კულტურა და დისციპლინა, რომ პატიმრებმა თავიანთ საკნებში დაიცვან
სანიტარია და დაიცვან სისუფთავე. რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, ამაზეც არის აქცენტი ამ დასკვნაში, რომ მათ შორის პერსონალის ნაკლებობაზე არის აქცენტი გაკეთებული. ხო, აი რომ გითხრათ, რამდენად ხელმისაწვდომია დღეს პატიმრისთვის რეალურად ჯანდაცვის სერვისები. გეტყვით. დღეს მდგომარეობით სამედიცინო პერსონალი შეადგენს 500 ადამიანს. უზრუნველყოფილია 24 საათიანი წვდომა სამედიცინო სერვისებზე. პენიტენციურ სისტემაში მოქმედებს 18 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც არის სამედიცინო პროფილის დაწესებულება და მასში ხდება სამედიცინო მომსახურების გაწევა საჭიროების შემთხვევაში და ეს დაწესებულება აღჭურვილია ფაქტიურად ყველა აუცილებელი დანადგარი და შესაბამისი სამედიცინო აპარატურით. თუმცა, როდესაც გვაქვს ესეთი შემთხვევები, როდესაც არ არის საკმარისი და სამედიცინო მომსახურების გაწევა შეუძლებელია უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩვენ ევროპული სტანდარტების შესაბამისად ვახორციელებთ უკვე სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას პატიმრებისა, სხვა შორის ამასთან დაკავშირებით ევროპის წარმოების პრევენციის კომიტეტის დასკვნა დაიდო 2026 წლის 18 თებერვალს და აქ ხაზგასმული არის პროგრესი ზუსტად ამ მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით, რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ უფრო დიდი იყოს რაოდენობა პერსონალისა, სამედიცინო პერსონალისა, რომელიც დასაქმებულია ჩვენთან. ამ მიმართულებით გარკვეული მოსაზრებები და გარკვეული საუბრები გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, როგორ მოვიზიდოთ პენიტენციურ სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის კადრები, რათა უფრო უკეთესი სერვისის შეთავაზება შევძლოთ მშავდებლებისა და ბრალდებულებისათვის ამ მიმართულებით. ეს საკითხიც არის ძალიან კომპლექსური. მოგეხსენებათ, რომ თავად ჯანდაცვის სფეროც ვითარდება ეს მიმართულებას და არის ახალი გამოწვევები, რასთან გამკლავებასაც ვთქვით არსებული სამედიცინო პერსონალი, თუმცა რა თქმა უნდა საჭიროა კიდევ უფრო ახალი და კვალიფიციური მედიკოსების მოზიდვა ამ სისტემაში. რაც შეეხება გადატვირთვის პრობლემას, ამაზეც არის საუბარი ომბუდსმენის ანგარიში, ნათქვამია, რომ 2025 წელს 22.6% არის გაზრდილი პატიმრების რაოდენობა. რა არის ამისი მიზეზი? კი ბატონო, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა ამ ბოლო პერიოდში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ბრალდებულთა და მშავდებულთა რაოდენობა. თუმცა ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პენიტენციური სისტემა გათვლილია პენიტენციურ დაწესებულებებში, გათვლილია 12.322 ადამიანს. დღეს მდგომარეობით ყავს დაახლოებით 11.500 მშავდებული და ბრალდებული. ჯერჯერობით სისტემას აქვს შესაძლებლობა მიიღოს კიდევ რამოდენიმე ასეული ბრალდებული და მშავდებული, თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომ ეს გადატვირთულობა არ ეხება ყველა დაწესებულებას. არის რამოდენიმე დაწესებულება, ძირითადად ეს არის მიმღები დაწესებულებები, სადაც ხდება უშუალო დაკავებული პირების მიყვანა და აქ გვაქვს ეს პრობლემა, თუმცა ამ მიმართულებითაც გარკვეული კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი მიმართულება არის ინფრასტრუქტურული განვითარება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ გავხსენით ნომერ პირველი პენიტენციურ დაწესებულება ლაითურში, დაბა ლაითურში, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 700 პატიმრის მიღება. ასევე უახლოეს პერიოდში გაიხსნება 150 ადამიანზე გათვლილი დაწესებულება რუსთავში, მე-16 დაწესებულების გვერდით. ეს იქნება თანამედროვე ტიპის დახურული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს გაცილებით უკეთეს საყოფაცხოვრებო პირობებს და ჩვენი მხრიდანაც, რა თქმა უნდა, კონტროლი უფრო გამარტივებული იქნება ასეთ დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმავთ და არ ვჩერდებით ამაზე, რა თქმა უნდა, გეგმავთ მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ძველი საბჭოთა ტიპის დაწესებულებებიდან გეგმავთ ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე თანამედროვე ევროპული სტანდარტების მცირე ზომის პენიტენციურ დაწესებულებებს. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება ყველაფერი, თუმცა ამ მიმართულებით დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები და პროგრესიც და ასე ვთქვათ დინამიკაც ახეზეა, რომ ეს ვთქვათ არ არის გაჩერებული ეს პროცესი და მიმდინარეობს და
ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც მეტყველებს. სხვა შორის ეს გადატვირთულობა იყო ერთ-ერთ მიზეზად დასახელებული პატიმართა შორის საალდობის შესახებ და ასევე იყო აქვე საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რომ თქვათ მსხვერპლ პატიმრებს ურჩევნიათ დუმილი ანგარიშწორების შიშით, ასევე იყო თქვენი ოპონენტებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ თქვათ დეესკალაციის ოთახები და სამარტო საკნები გამოიყენება თქვათ დასჯის ინსტრუმენტად და არა თქვათ უსაფრთხოების მიზნით და სახალხო დამცველს ჰქონდა ესეთი შეფასებები გარკვეულ შემთხვევებში არაადამიანური და ამცირებელი ცალ-ცალკე განვიხილოთ რამდენიმე საკითხი არის. ერთი არის გადატვირთულობის გამო კონფლიქტური სიტუაციები, მეორე არაფორმალური გავლენები და მმართველობა პენტენციურ სისტემაში და მესამე დეესკალაციის ოთახების გამოყენება არამიზნობრივად. პირველი ნაწილი რაც საუბარია კონფლიქტური სიტუაციები, მოგახსენებათ ალბათ ერთ-ერთ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ პენტენციურ დაწესებულებას ვერ დაგვისახელებ, სადაც არ იქნება პატიმრებს შორის კონფლიქტური სიტუაცია. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად საპატიმროში ხდებიან კრიმინალის გამო ადამიანები და შესაბამისად უფრო მეტია და მომეტებული რისკი არსებობს, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს შორის გარკვეული კონფლიქტური ვითარება შეიქმნება. ეს მე მგონი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამაზე რა თქმა უნდა დროული და პისიერი რეაგირება ხდება. შემიძლია გითხრათ სტატისტიკა 2025 წელს დაახლოებით 700 შემთხვევა იყო, რაზეც აღიზრდა სისხლის სამართლის საქმე, პისიერი რეაგირება მოხდა. ასეთ შემთხვევებში ხდება განცალკევება პატიმრების, შემდგომ მათი რისკის შესაბამისად, ხდება მათი გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რაც არის და ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ისტორიულად ძალიან დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს. არაფორმალურ პენტენციურ დაწესებულებებში, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით ჯერ კიდევ 2012 წლიდან გამკაცრდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, გამკაცრდა ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრებთან მის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამისად ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს სწორედ ამ არაფორმალური გავლენების წინააღმდეგ პენტენციურ დაწესებულებაში, რადგან გარედანაც ხდება ხოლმე ამ ტიპის ჩარევები, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ყველა მსგავს შემთხვევაზე ხდება რეაგირება დაუყოვნებლივ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი პენტენციურ სისტემაზე და სახელმწიფო უნდა მართავდეს პროცესებს პენტენციურ სისტემაში. დღეს ეს ნამდვილად ასე არის. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც რაც აღნიშნულია იგივე სახალხო დამცველის ანგარიში, თუმცა ეს არ არის სისტემური და შესაბამისად თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხდება რეაგირება. არის სისხლის სამართლის, იქ სადაც არის სისხლის სამართლის ნიშნები, ხდება რეაგირება და უკვე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, ზოგან ხდება ადმინისტრაციული სახთელების შეფარდება და ან განცალკევება პატიმრების და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში ამის ამოძირკვა არის შეუძლებელი, თუმცა ამ მხრივ ასევე კომპლექსური და სისტემური მუშაობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აქაც არის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა, როდესაც ჩვენ შევძლებთ უკვე დავასრულოთ მუშაობა და მშენებლობა მცირე ზომის პენტენციურ დაწესებულებებისა, აქ უკვე მარტივია კონტროლი, აქ რა თქმა უნდა შემოდის კონტროლის თანამედროვე მექანიზმები, ეს არის ჭკვიანი კამერები, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მყისიერად აღიქვამს კონფლიქტურ სიტუაციებს და შესაძლებელია უკვე მყისიერად რეაგირება, ან თუნდაც პრევენცია ესეთი ვითარებებისა. შესაბამისად ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება, დაგეგმილი არის მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ ეს პრობლემა ფაქტიურად სრულად იქნება აღმოფხვრილი. თქვენ ისაუბრეთ გეგმებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის და ამ სხვადასხვა ღონისძიების შესახებ, მაგრამ ერთგვარია შეჯამება მინდა რომ ამ თემაზე მოვისმინოთ თქვენგან. თქვენი ხედვა პენტენციური სისტემის რეფორმის საჭიროებებთან დაკავშირებით და შემდეგ გადავიდეთ უკვე სხვა თემებზე. კი ბატონო, ჩვენ პირველ რიგში დავიწყეთ გარკვეული მოქმედებები თავად პენტენციური სამსახურის ადმინისტრირების ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ შეიცვალა ხელმძღვანელობა.
ჩვენ განვახორციელეთ პენიტენციური სამსახურის სპეციალური პენიტენციური სამსახურს ქონდა პენიტენციური დეპარტამენტი, ანუ სტრუქტურული ერთეული იყო პენიტენციური დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და შესაბამისად ამ დეპარტამენტის რეორგანიზაცია განვახორციელეთ გარკვეული საკადრო ცვლილებებიც, რაც უკვე გვაძლევს გარკვეულ შედეგებს. ამ მიმართულებითაც მუშაობთ. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, რაც რითაც დავიწყეთ, კვების საკითხის დარეგულირება და ვფიქრობთ, რომ ახალი ტენდერის პირობებში ეს საკითხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მეორე საკითხი არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ ძველი საბჭოთა ტიპის ღია ეგრეთ წოდებული ზონებიდან გადავიდეთ უკვე დახურული ევროპული ტიპის მცირე ზომის დაწესებულებებზე, სადაც საყოფაცხოვრებო პირობებიც უკეთესია, სადაც კონტროლის მექანიზმებიც უფრო დიდია და შესაბამისად უსაფრთხოებაც დაცულია. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რასაც გვეგმავთ, რომ უახლოს პერიოდში განვახორციელოთ. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ვსაუბრობთ გადატვირთულ დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ ასევე გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ სასჯელის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებას, სასჯელისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ შექმნილია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ადგილობრივი კომისიები, რომლებიც განიხილავენ მჟავრდებულთა განცხადებებს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას და უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლების თაობაზე. ამ მიმართულებითაც გეტყვით სტატისტიკას, რომ 2025 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლდა სულ 75 ადამიანი. ჩვენ აქაც გარკვეული საკადრო ცვლილებები ჩავატარეთ და ამ ცვლილებების შედეგად უკვე ბოლო 4 თვის განმავლობაში 120 ადამიანზე მეტი არის გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გვინდა დავხვეწოთ ეს პროცესი და გამოვკვეთოთ ის მიმართულებები, სადაც შეგვიძლია, რომ ადამიანებს უკვე მივცეთ საშუალება, რომ სასჯელი მოიხადონ, ან ვთქვათ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, ან უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლეს მათი სასჯელი. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი და უკვე გარკვეული შედეგების სახეზეა. 8 თვეში 75 და 4 თვეში 120 ადამიანი არის მნიშვნელოვანი განსხვავება. გასაგებია. ბატონო პატა, თქვენ ახსენეთ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში და აი ამ მიმართულებით მინდა გკითხოთ, ჩვენ გვესმის ხოლმე შეფასებები, კითხვები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ხარისხთან დაკავშირებით და სწორედ ამ კომიტეტის შეფასებები და რეკომენდაციები როგორ სრულდება დღეს? ყველა რეკომენდაცია, მათ შორის სახალხო დამცველის რეკომენდაციები ხშირ შემთხვევაში გარკვეული რეკომენდაციები სადაოა, თუმცა რა თქმა უნდა რეკომენდაციის გამცემს უნდა რომ საუკეთესო ვითარება იყოს, ვთქვათ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობთ და ჩვენთვის ინდიკატორი, რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, ასევე სახალხო დამცველის ანგარიში და შესაბამისად თითოეულ გამოვლენილ მიმართულებაზე, სადაც საუბარი არის დარღვევებზე, ვცდილობთ, რომ დროული და სისტემური რეაგირება მოხდეს. ჩვენი მიზანია, რომ სისტემა გავაჯანსაღოთ და არა თითოეულ, თქვათ, რაღაც კონკრეტულ შემთხვევაზე მოვახდინოთ რეაგირება. რა თქმა უნდა, იქ სადაც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, სადაც არის მნიშვნელოვანი დარღვევები, რა თქმა უნდა, ხდება რეაგირება, თუმცა თუ არ შეიცვალა სისტემა, თუ სისტემურად არ შევცვალეთ ის არსებული ვითარება, მხოლოდ კონკრეტულ რაღაც ადგილობრივ შემთხვევებზე რეაგირებით ეს პრობლემები ვერ გადაწყდება. რაც შეეხება წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას, აქ დადებითად იყო შეფასებული, როგორც ვახსენე, ჯანდაცვის სისტემა პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ არ გამოვლენილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ან ღირსების შემნახავ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. პირიქით აღნიშნული იყო, რომ ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის არის დადებითი მშვიდი ურთიერთობა და ეს განსაკუთრებით ხაზგასმით იყო აღნიშნული და ჩვენთვისაც საამაყოა, რომ ის ვითარება, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, რაც ჰქონდა ციხეებში, როდესაც ხდებოდა
პირდაპირ ჩაგვრა წამება ადამიანებისა ეს დღეს აღარ არის და ეს მეტყველებს იმას რომ ეს მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ სისტემური პრობლემა დაძლეულია და დღეს ციხეებში ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის ნორმალური ურთიერთობა. დადებით ტენდენციებზე, როდესაც საუბრობთ ხოლმე, ხელისუფლება მუდმივად ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკას, ანუ შემცირებულ საქმეებს გულისხმობ. აი როგორ ასახავს ეს მონაცემი რეალურად არსებულ ვითარებას სისტემაში? ახეთ მე ესე ვიტყოდი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, თუმცა არა ერთადერთი, რომელსაც ჩვენ ვეფუძნებით, როდესაც ვთქვათ განსაზღვრავთ საჭიროებებს და მიმართულებებს ამ რეფორმის ფარგლებში, ხო? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ის, რომ არც ერთი საჩივარი 2012 წლის შემდგომ პერიოდზე არ არის მიღებული ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით პენტენციურ დაწესებულებებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ. მაშინ, როდესაც წინა პერიოდში 3000-4000 საჩივარი იყო, დაახლოებით 2009-2012 წლებში თუ არ ვცდები, დაახლოებით 4000-მდე საჩივარი იყო შესული. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუმცა ჩვენ ასევე გულისხმურით ვსწავლობთ იმ რეკომენდაციებს და დასკვნებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი გასცემენ და შესაბამისად ჩვენ საქმიანობაც შის ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ ეს რეკომენდაციებია, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ამ რეკომენდაციების შესრულება. მოგეხსენებათ, ერთ დღეში შეუძლებელია ეს ყველაფერი, თქვენ ახსენეთ დეესკალაციის ოთახები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დეესკალაციის ოთახები მოწყობილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად. უბრალოდ იქ საუბარი იყო დასკვნაში თითქოს არ გამოიყენება დანიშნულების ამოღანო და დაშლის ინსტრუმენტი უფროა ვიდრე თქვათ უსაფრთხოების თუ იყო ესეთი ერთეული შემთხვევები, ამაზე რეაგირება აუცილებლად ხდებოდა და ფაქტიურად ამას სისტემური ხასიათი რა თქმა უნდა არ აქვს და მომავალშიც ყველა ძალისხმევას მიმართავთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები თუ ეს არსებობდა გამოირიცხოს. თუმცა ამ ბოლო პერიოდში, რაც ასე ვთქვათ, მე გადმოვიბარე ეს სისტემა მსგავსთან შეხება არ ქონია და თუ კონკრეტული შემთხვევებზე იქნება მითითება, ამაზეც რეაგირება მოხდება. თქვენ მომავალ კვირას 14-18 აპრილს გეგმავთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. საზოგადოების ნაწილმა იცის ამის შესახებ, მაგრამ გითხარით უფრო მეტი ამ ვიზიტის შესახებ, რა არის მთავარი მიზანი? დიახ, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის ხდომაზე. აქ საუბარი იქნება იმ მიღწევებზე, რაც აქვს საქართველოს საჯარო მმართველობის მიმართულებით, საჯარო სერვისების განხორციელების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს უკვე დაიმკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის სახელი. სწორედ ამის ვთქვათ საფუძველზე წელს საქართველოში გაიმართება საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი, სადაც 500-ზე მეტი დელეგატი, საერთაშორისო დელეგატი იქნება მოწვეული. ეს ვიზიტის გარკვეულწილად ემსახურება ამ ღონისძიების პოპულარიზაციას და ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება და შეხვედრები გვექნება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, სხვა ხელმძღვანელ პირებთან, ასევე გავმართავთ ღონისძიებას, სადაც ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რაც ბოლო წლებში აქვს საქართველოს საჯარო სერვისების განხორციელების ფარგლებში და მოგხსენებათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელმაც შეძლო ფაქტიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეხდინა საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზ და მაღალი ხარისხის სერვისებზე. ჩვენი იუსტიციის სახლები, რომელიც გასცემენ საჯარო სერვისებს, თითქმის სრულად მოიცვა საქართველო და თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გვაქვს იუსტიციის სახლი დღეს. ამ მიღწევებზე, ასევე იმ მომავალ გეგმებზე, რომელიც აქვს იუსტიციის სამინისტროს ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილში, ამაზე გვექნება საუბარი სწორედ ამ ღონისძიებაზე. ჩვენ ამ სერვისებზე ვისაუბრეთ იუსტიციის სახლებზეც, მაგრამ ისევ თქვენ ვიზიტს რომ დაუბრუნდეთ, რა შედეგს ელოდებით? თქვათ ხომ არ გეგმება ახალი შეთანხმებების გაფორმება, ახალი პარტნიორობის დაწყება სხვადასხვა ესეთი შეხვედრები ყოველთვის არის ასპარეზი ახალი
პარტნიორობის შეძენისთვის, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაზრდისთვის და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს ვიზიტი, რომ ჩვენ პირველ რიგში ვისაუბროთ ჩვენ მიღწევებზე, დავამყაროთ ახალი პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც მოგცემს შესაძლებლობას უფრო მეტი ინოვაცია დავნერგოთ საჯარო სერვისების სფეროში და ასევე მოვიწვიოთ ეს ადამიანები ამ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 23-ში. რატომ არის მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება, რომლის მასპინძელიც არის საქართველო და რა ნიშნით შეირჩა ჩვენი ქვეყანა? კარგი კითხვა, რა ნიშნით შეირჩა, ეს კიდევ ერთი აღიარება ალბათ ჩვენი ქვეყნის დამსახურებისა, სწორედ ამ მიმართულებით, რასაც ქვია საჯარო მმართველობა და საჯარო სერვისების განვითარება. შესაბამისად შემთხვევით არ იქნა შერჩეული საქართველო, გათვალისწინებული იქნა მისი მიღწევები ამ მიმართულებით და გაერომ სწორედ ჩვენ შემოგთავაზა წელს ჩაგვეტარებინა როგორც ღონისძიება, ასევე ამ სფეროში წარმატებული ორგანიზაციების დაჯილდოება. და ეს გამორჩეული ღონისძიება მიმართულებით ყოველ წელს არ ხდება დაჯილდოება და ამიტომ მოველით რომ ძალიან დიდი ინტერესი იქნება საქართველოში და ჩვენი ქვეყანა იქნება ყურადღების ცენტრში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის აქ იქნება საუბარი და წარმოჩენა იმ თანამედროვე და უახლესი ცვლილებებისა, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის დღეს ციფრული ტრანსფორმაცია, ასთან დაკავშირებითაც ამ ღონისძიებასაც არაერთი ვორქშოპი მიეძღვნება და აქ წარმოდგენილი იქნებიან მოწინავე ქვეყნები, ვინც ამ სფეროს პიონერები არიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი გამოცდილების გაზიარება და კიდევ ერთხელ ეს მსგავსი ფორუმები არის ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობების ჩამოყალიბება, გაღრმავება, ახალი პარტნიორების შეძენა და გამოცდილების გაზიარება. აი თქვენ თქვით, რომ საქართველოს სახელდება საჯარო სერვისების მიწოდების წარმატებულ მაგალითად, მინდა რომ შევეხოთ იმ რეფორმებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, გადაიდგა, მათ შორის მინისტრობის პერიოდში. მინდა კითხოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ. იცი საზოგადოებამ რომ ეს რეფორმა დაიწყო და გატარდა, გითხარით, რა შედეგი აქვს ან ექნება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე საკუთრების უფლების დაცვაზე ამ ნაბიჯებს? დიახ, ამ რეფორმის შედეგად მთელი საქართველოს მასშტაბით ტერიტორიის 95%-ზე მოწესრიგდება მიწის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, დღის მდგომარეობით ეს რეფორმა, ვთქვათ, აზომვები დასრულებულია, როგორც გაცხადებული იყო 2025 წლის 31 დეკემბერს დასრულდა აზომვები. შესაბამისად, აიზომა 2 მილიონ 120,000-ზე მეტი ნაკვეთი და შარშად დარეგისტრირდა უკვე 1,5 მილიონ ნაკვეთი აღირიცხა უკვე კონკრეტული პირების საკუთრებაში და ეს პროცესი, რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წელსაც გრძელდება და ვარაუდობთ, რომ 2 მილიონ 120,000 ნაკვეთის რეგისტრაცია დასრულდება უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, რომ წესრიგდება საკუთრების უფლება, ანუ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს უკვე ყავს კონკრეტული მესაკუთრე, რაც კერძო საკუთრების დაცულობისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. მეორე, ის, როდესაც ადამიანი ამცირებს ეს რეგისტრაციები, რა თქმა უნდა, ამცირებს დავებს უკვე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, როდესაც უკვე აღრიცხული არიან მესაკუთრეები, სადავო საკითხებიც უკვე ნაკლებია, შესაბამისად ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას უკვე კონკრეტულ მესაკუთრეებზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც ექნება, იქიდან გამომდინარე, როდესაც მიწა აღრიცხულია კონკრეტულ მესაკუთრეზე, მას შეუძლია ამ მიწის გამოყენება ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლებელია სესხების მოზიდვა, ინვესტიციების მოზიდვა და ასე შემდეგ. ამდენად ვფიქრობთ, რომ ამას საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება და როგორც გითხარით, 95% საქართველოს ტერიტორიისა უკვე ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკვე დაფარული არის და რეგისტრაციები განხორციელებული არის ამ მიმართულებით. დიახ, აი აქ ვკითხავთ ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის პროექტთან დაკავშირებით.
გასაუბრებით, თუ არსებით დასრულდა ეს პროექტი, შედეგზე რომ გითხრათ ამ ინიციატივის შედეგზე და ასევე ბიზნეს გარემოზე რა გავლენა მოახდინა. ესე იგი 2021 წელს იქნა მიღებული ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, რომელიც ამოქმედა 22 წლის 1 იანვრიდან და ეს კანონი თვალისწინებდა ამ ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას საწარმოების სადამფუძნებლო დოკუმენტაციისა. რამოდენიმეჯერ გადაიდო საბოლოო ვადა, როდესაც უნდა დასრულებულიყო რეგისტრაცია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელს მეტი უკვე აღარ გადაგვედო, იმიტომ რომ დაუსრულებლად ამ პროცესის გადადება რეფორმის შედეგამდე, რა თქმა უნდა, ვერ მიგვიყვანდა. შესაბამისად დასარეგისტრირებელი, ან რეგისტრირებული იყო დაახლოებით 270,000-ზე მეტი კომპანია. აქედან დიდი უმრავლესობა, როგორც აღმოჩნდა, ფაქტიურად უმოქმედო კომპანიები იყო და ეს გარკვეულ ქაოსს წარმოშობდა ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის პროცესში. შესაბამისად დაახლოებით 80,000 არის უკვე რეგისტრირებული და ერთ საინტერესო შედარებას მოვიყვანო 2025 წელს თუ ყოველდღიურად ჩვენ საშუალო 9 რეგისტრაციას ვახორციელებდით ამ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ბოლო 2 კვირის განმავლობაში როდესაც ბოლო ვადა იყო 2026 წლის 1 აპრილი დღეში გვიწევდა დაახლოებით 1700-მდე რეგისტრაციის განხორციელებას, რაც არანორმალური შრომა იყო იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახლების და საჯარო რეესტრის თანამშრომლებისათვის. კიდევ ერთხელ მინდა მათ საჯაროდ მადლობა გადაუხადოთ, მართლა ძალიან ძიმე შრომა გაწიეს 24 საათიან რეჟიმში ფაქტიურად მუშაობდით, განსაკუთრებით ბოლო დღეები იმისათვის, რომ იმ კომპანიებს, რომლებმაც ნაკლები პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მოგმართეს ბოლო დღეებში, არ შეჩერებოდათ ის სერვისები, რის შეჩერებასაც თქვა ითვალისწინებდა კანონმდებლობა და დღეს მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ერთეული შემთხვევები არის დარჩენილი, ისიც თავად მეწარმე სუბიექტების მოუწესრიგებელი დოკუმენტების გამო და არა საჯარო რეესტრის თანამშრომლების ან თქვა ჩვენი მიზეზით არც ერთი კომპანია ფაქტიურად არ გაჩერებულა და შესაბამისად ამ ხრივაც ვთვლით რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდა და დღეს ყველა კომპანია რომელიც აქტიურია ფაქტიურად რეგისტრირებულია. დიახ, აი თქვენ იუსტიციის სახლები ახსენეთ, მანამდეც თქვით რომ გეგმავთ გაფართოებას, ჩვენ ვხედავთ ყოველდღურად რომ ქსელი ფართოვდება, სად იგეგმება კიდევ ახალი ფილიალების გახსნა? რამდენიმე ტერიტორიული ერთეულია, სადაც ვაპირებთ დავამატოთ, თუმცა როგორც გითხარით, ფაქტიურად უკვე მოიცავთ მთელი საქართველო. უახლოეს პერიოდში დავასრულებთ შენებლობას მცხეთაში, ახმეტაში, ერთი იუსტიციის სახლის შენებლობას ვიწყებთ წალენჭიხაში, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე დავასრულებთ შენებლობას და ამით ფაქტიურად ეს ინფრასტრუქტურული პროცესები, შენებლობები, პროექტები უნდა დავასრულოთ, რადგან ფაქტიურად ყველა ადმინისტრაციული ერთეული უკვე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გვაქვს იუსტიციის სახლი. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ინფრასტრუქტურული ნაწილი ვავაშენოთ და ვთქვათ დავასაქმოთ თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობა და შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები. გარდა ამისა ჩვენ გვეგმავთ სერვისების დამატებას. ახლა მიმდინარე ეტაპზე 500-ზე მეტი სერვისია, თუმცა ვამატებთ შემოსავლების სამსახურის სერვისებს და დაახლოებით 1000 სერვისი გვექნება უკვე და ამ სერვისების მიღება ფაქტიურად შესაძლებელი იქნება. ანუ ინტეგრირებული იქნება. რა თქმა უნდა, ყველა იუსტიციის სახლში. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ჩვენ გავზარდეთ მობილური იუსტიციის სახლების დაფარვა, ასე ვთქვათ, დღეს ეს მობილური იუსტიციის სახლები ფარავს 222 სოფელს, ეს სოფლები არის ძირითადად მაღალმთიანი სოფლები, გამყოფ ხაზებთან არსებული სოფლები, სადაც ვთქვათ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ ვახორციელებთ. შესაბამისად, მობილური იუსტიციის სახლები გასცემენ ამ მომსახურებას ადგილზე მისვლით უკვე ამ ადამიანებს აღარ მოუწევთ ვთქვათ გამგზავრება იმისათვის რომ კონკრეტული დოკუმენტი მიიღონ. გარდა ამისა ჩვენ მუშაობთ სერვისების გაციფრულებაზე, ანუ მაქსიმალურად შესაძლებელი რომ იყოს ვთქვათ სახლიდან გაუსვლელად ამ სერვისების მიღება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ ხრივ არის ციფრული საფულე, რომელიც გულისხმობს ყველა დოკუმენტის გაციფრულებას და შესაბამისად უფრო მარტივ წვდომას საჯარო სერვისებზე, სახელმწიფო სერვისებზე. ამ მიმართულებით ჩვენ
წელს ჩავატარეთ ტენდერი, უკვე გამოვლინდა ასე ვთქვათ, რამოდენიმე კომპანია, რომელიც დასკვნით ეტაპზე გადავიდა და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ამ პროცესსაც წარმატებით დავასრულებ და უკვე გვექნება მაღალი დაცულობის ციფრული დოკუმენტაცია, რომელიც გაცილებით გაამარტივებს ამ სერვისების მიღებას. დიახ, აქ ვეკითხავთ მაშინ ახალ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან დაკავშირებით, ვიცით რომ ახალი პასპორტები უკვე გაიცემა, პირადობის მოწმობები, რა არის ის ტექნოლოგიებისა თუ თქვათ უსაფრთხოების სტანდარტები, რომელიც არის გათვალისწინებული ამ დოკუმენტებში? ჩვენ შარშან დავიწყეთ უკვე ახალი პასპორტების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, რომელიც შეესაბამება უახლეს სტანდარტებს და მინდა აღვნიშნო, რომ სულ რამოდენიმე კვირის წინ ჩვენმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტმა პასპორტმა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა სწორედ მაღალი უსაფრთხოების და დახვეწილი დიზაინის გამო და ნამდვილად ვამაყობთ ამ მაღალი ხარისხის დოკუმენტებით საინტერესოა ეს რომ გაცილებით მეტ შესაძლებლობებს მისცემს ციფრული მომსახურების განვითარებასთან ერთად ეს ახალი დოკუმენტები ჩვენს მომხმარებლებს დამატებული ტექნოლოგიები, რომელიც უფრო მარტივად ახდენს დოკუმენტების იდენტიფიცირებას, რომელიც უფრო მარტივად მისცემს სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობას ჩვენს მომხმარებელს და ამ დოკუმენტების მფლობელებს და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ ბოლო პერიოდში განახორციელა იუსტიციის სამინისტრომ. რა თქმა უნდა, ეს ამას ყველაფერს თავისი ისტორია აქვს, ეს ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა, ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, გარკვეული ადამიანები შრომადებს ამ ყველაფერში და ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მაღალი სტანდარტის არის ეს დოკუმენტები, უფრო მეტ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს შეიცავს, მომხმარებლისთვის მისი ღირებულება არ გაზრდილა და იგივე ფასად ძველი პასპორტები და ასევე ჩვენ შევინარჩუნეთ ის ძველი პასპორტები, ვისაც სურვილი აქვს და ვადა აქვს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ძველი დოკუმენტებით. ბატონო, ამიტომ რომ შეჯამებისკენ წავიდეთ აპრილში, ერთი წელი გავიდა, რაც თქვენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხართ, როგორ შეაფასებთ განვლილ ერთწლიან პერიოდს, რა იყო თქვა მთავარი გამოწვევები თქვენთვის ამ პერიოდის განმავლობაში და რას აფასებთ თქვენ მთავარ მიღწევას? პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო ამ პოზიციაზე ჩემი დანიშვნა, თუმცა პრემიერის გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა ასე ვთქვათ, მე ავიღეს პასუხისგებლობა, არ იყო მარტივი ეს პირველი წელი, იყო არაერთი გამოწვევა, როგორც გითხარით, პირველივე დღეებიდან პრობლემები იყო პენიტენციურ დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებით და ჩემთვის თავარი, ასე ვთქვათ, გამოწვევა იყო იმ დაწყებული რეფორმების დასრულება, რაც იყო, ვთქვათ, მიწის სისტემური რეგისტრაცია, რაც იყო სამეწარმე სუბიექტების რეგისტრაცია, ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვას. ეს პროცესები ჩვენ დავასრულეთ, იყო გარკვეულწილად ცდუნება იმისა, მოდი კიდე ხომ არ გავაგრძელოთ, მოდი კიდე ხო არ გადავდოთ, თუმცა ჩავთვალეთ, რომ რეფორმა უნდა დასრულდეს, რეფორმა უნდა შედეგი მაშინ აქვს, როცა ეს დასრულდება და ამის გადადება ვფიქრობთ, რომ არ იყო სწორი და შედეგებმაც გვაჩვენა, რომ შესაძლებელი ყოფილა და ეს თვლი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რაც დავცლიეთ და შესაბამისად ამას მივიჩნევ ასევე ერთ-ერთ ასე ვთქვათ ჩემი მხრიდან შესრულებულ ამოცანად. გარდა ამისა, ამ პერიოდში ჩვენ არაერთი ინოვაციას ჩავუყარეთ საფუძველი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც მინდა ვისაუბრო, ეს არის უძრავი ქონების გაციფრულება, ანუ ჩვენ მუშაობთ პროექტზე, იმედი გვაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე პილოტ ვერსიას გავუშვებთ, რომელიც გულისხმობს უძრავი ქონების გაციფრულებას და შესაბამისად მისი გაყიდვის გამარტივებას, ანუ უცხოელი მყიდველებისათვის, უცხოელი ინვესტორებისათვის ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს IAP უცხოური კაპიტალის მოზიდვას და შესაბამისად კიდევ უფრო გააძლიერებს და გააჯანსაღებს და განავითარებს ჩვენ ქვეყანაში სამშენებლო. ეს პროექტი ახლა საწყის ეტაპზე არის, თუმცა უკვე ყველა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ,
გეგმა გაწერილი არის და მუშაობას ვიწყებთ უკვე ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს იმედი გვაქვს არა, უნდა დავასრულებთ აუცილებლად ციფრული საფულის ეგრეთ წოდებული ჯივლეტის შექმნას, რომელიც გაამარტივებს სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად და გამოწვევად რჩება კვლავ პენტენსიური სისტემის გაჯანსაღება, ამ მიმართულებითაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს წელი იყო წინა პერიოდში დაწყებული რეფორმების დასრულების და ახალი მნიშვნელოვანი ინოვაციების, ახალი გეგმების დასახვის წელი და ვფიქრობთ, რომ უკვე ამ წლის ბოლოსაც და მომავალი წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის.